გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? აღარ გადამიღია ეს დღეები ვიდეო. ცოტა ისე დატვირთული ვიყავ. ჩამოვედი აიოვადან, ძალიან ცხელა. ეხლა ლუიზიანაში ვარ. საუბრობ, ეხლა სულ წყალი მომდის რა, ოფლი. ლუიზიანაში ჩამოვიტანე ტვირთი. გეტყვით ეხლა მაგის ფასაც მოგახსენებთ. ცოტა შაშქარავ საუბრობ, რო ინფორმაცია მალე მოგაწოდოთ. ესე იგი 1100 მაილი წამოვიღე, აი ეს ტვირთი რაც უკან ჩანს და 1100 მაილში გადაიხადეს ბროკერმა გადაიხადა $3000. ეხლა ამ ტვირთს რომ დავცლი ლუიზიანაში, მერე უკვე შემდეგი ტვირთი მელოდება. აქედან ლუიზიანადან მივდივარ ნორთ-დაკოტაში, ჩრდილოეთ დაკოტაში მიმაგტვირთი. მაგრამ მანამდე ხა სანამ ტვირთს უпроსორად სანამ ახალ ტვირთს ავიღებ, უნდა გავიარო დრაგ ტესტი, ანუ ნარკო ტესტზე უნდა გავიარო შემოწმება. ეს იცით როგორი რაღაცაა, ანუ როგორ ხდება ნარკო ტესტზე გავლა, როდესაც მუშაობ კომპანიაში. არა აქვს მნიშვნელობა, ოუნერ ოპერატორი ხარ თუ ჩვეულებრივი მძღოლი, კომპანიის მძღოლი. რენდომ ესე ირჩევა ხოლმე სისტემაში რომელიმე მძღოლი და ესე იგი უწევთ ნარკოტესტის ჩაბარება. ეხლა მე გუშინ დამირეკა კომპანიამ და მითხრა რომ ესე იგი მე მიწევს ნარკოტესტის ჩაბარება, ეს გზაზე ხდება ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, ქალაქში, ნორმალურ დასახლებულ პუნქტში არის ეს კლინიკები სპეციალური, სადაც შეიძლება ნარკოტესტის ჩაბარება. ხო და როგორ ხდება ეხლა? ანუ კომპანია გააკეთებს თქვენზე აპოინტმენტს, რომელიც შეგირჩევთ გზაზე ახლოს მდებარე კლინიკაში შეგირჩევთ ადგილს, დანიშნავს აპოინტმენტს და გაგაგზავნით იქ ნარკოტესტის ჩასაბარებლად. არა აქვს მნიშვნელობა ასევე თქვენ რამდენი ხანი მუშაობთ, ან როდის გაიარეთ ბოლოს ნარკოტესტი არა, ეს სისტემაა თვითონ რომელიც რენდომ, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩევს ამ თუ ვინ უნდა გაიაროს და ესე შემთხვევით მოხვდი ეხლა მეც. ბოლოს ნარკოტესტი გავიარე, აღარ მახსოვს უკვე წელს არ გამივლია ეს. ან ზამთარი იყო, ნუ ზამთრის პერიოდი რო იყო მახსოვს. და ეხლა მომიწია კიდე ნარკოტესტის გარდა ასევე არის ალკოჰოლის ტესტიც, სხვათა შორის და შემდეგ უკვე, ანუ შემდეგში რენდომ შერჩევაზე უკვე ალკოჰოლის ტესტის ჩაბარება მომიწევს. ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ნარკოტესტი ამოვიდა დადებითი თუ რაც ქვია რა, ანუ დაგიდასტურდა რომ ნარკოტიკს მოიხმარ. ამ შემთხვევაში თქვენი მართვის მოწმობა მაშინვე ჩერდება. აღარ გაქვთ უფლება მუშაობის გაგრძელების და ჩათვალეთ რომ სამუდამოდ დაიღუპა თქვენი კარიერა, ასე ვთქვათ, რაც ტრაქერობასთან არის დაკავშირებული. მაგრამ რამდენადაც ვიცი, ერთი მცდელობა გააქვთ რომ გაასაჩივროთ ეს ტესტის პასუხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მოკლე დროში, ანუ ახალი ტესტი უნდა აიღოთ ნარკოტიკზე, ან იგივე თუნდაც სიმთვრალეზე იგივე შეიძლება იყოს და თუ იქაც დადასტურდა, მაშინ მაგ შემთხვევაში უკვე საბოლოოდ დაგბლოკავენ და ვეღარასოდეს ვეღარ იმუშავებ. ეხლა გაჩვენებთ აქეთ რა ხდება უკან. აი ეს ტვირთია, რომელიც ჩამოვიტანე. კრანით ჩამოიღეს ზოგიერთი რაღაცა, მაგრამ ეხლა ჩამოცლიან. Oh yeah, okay, hold on one second. გაწიეო ის. რომ ტარპი რო ვერ იღებს იმას. ეხმარე ხა გაუწია იმას ტარპი და ჩამოიღეს. ის პალეტი. ნახოთ ეხლა აქედან. ესენი ალბათ უკვე მალე დამცლიან და რომ რჩებიან დაცლას, წავალ დრაგ ტესტის ჩასაბარებლად. მივდივარ ახლა დრაგ ტესტის ჩასაბარებლად. აქ
ჩამიგდეს კომპანიამ ჩამიგდო მისამართს სადაც უნდა მივიდე. აქ ერთი პრობლემაა ეხლა რომ იქ არ არის ტრაილერების გასაჩერებელი, ტრაილერებისთვის განკუთვნილი ადგილი. პაბლიკ არეა რა და მომიწევს რაღაცნაირად დაპარკინგება, რომ შევიდე და ჩავაბარო ეს ნარკოტესტი. ზოგადად ყოველთვის ესე არის, ანუ რომ მიხვიდე სადმე ჩასაბარებლად სპეციალურად, ხო? გინდა ალკოჰოლ ტესტის, გინდა დრაგ ტესტის, იქ არ არის ტრაილერების პარკინგი. მოგიწევთ სადმე ისეთ ადგილას დაპარკინგება, რომ ხელი არ შეუშალოთ ვინმეს რა, ან არ დაგაჯარიმ. ნახოთ რუკაზე რაც ნახე არის იქ რაღაც დიდი პარკინგები, მაგრამ ის არის პატარა მანქანებისთვის განკუთვნილი. მაგრამ არა უშავს რაღაცას მოვახერხ. ლუიზიანა ხა სამხრეთის შტატია და მაინც საკმაოდ ცხელა და ნესტიც არის. ნახოთ. შემდეგ აქედან უკვე ტვირთი აღებული აქვს ჩემს დისპეჩერს, როგორც ავთქვი და მივდივარ ტვირთის ასაღებად. ესე რომ დროში უნდა უნდა მოასრო რა ყველაფერი. ხან ისე ეწყობა რომ რაღაც ჩქარა იქით აქეთ გაიქცე, გამოიქცე რომ ყველაფერი მოასრო, ჩაეტიო დროში. ბროკერმა ორჯერ დამირეკა უკვე ახალ ტვირთზე. აინტერესებს ეხლა რომ რამდენ ხანში მივალ მაგალითად ასაღებად. არ პასუხობ ხა ტელეფონს. იმიტომ რომ არ არის საჭირო ხა იმას აუხსნა დრაქტეს ჩასაბარებლად მივდივარ, მე ის იფიქრებს ამას დააგვიანდება ან რაღაცა და შეიძლება გააკენსელოს ამის გამო ტვირთი. ამიტომ ჯობია რომ უბრალოდ არ უპასუხო. Of a mile, turn right on Derrick Drive. თითქმის მისული ვარ. აქ უნდა შევხვიო შუქნის შანსზე. Turn right at the traffic light. და ეხლა უყურე. აქ არის ეხლა ძალიან ვიწრო შესახვევი.
იქიდან ახლა ფარავენ მანქანები შესახვევს, რა ვერ უხვევენ, ვერ მოუხვევ. ამიტომ უნდა გავჩერდე ეს. დაველოდო იმათ რომ გამოვიდნენ. მაგრამ მე ისევე დაგროვდებიან და ასე შემდეგ რა. საწვალებელია რა უნდა ქნას. ვინ შემიშვებს ახლა იქიდან რა მხელარი გია. სხვა შესახვევი მოსავლელი არ აქვს. რასაც უყურებ. არ ვიცი რა ვქნა. არ ვიცი რა ვქნა. ახლა დაგროვდებიან იქ ისე მანქანები. მაგრამ მიწევ მოუწევ რა. სხვა გზა არ არის. აი ახლა უყურე. ეხლა ნახე და ხნა ნამათმა. ნამათმა უკვე უნდა დაზადნო. In 1/2 mile, arrive at 3437 Derrick Drive. თუ მიხვდები რომ უკან უნდა დაიხიო, 70607. ზოგი გაუგებარია, ვერ ხვდება. მაგრამ მოუწევთ, სხვა გზა არ არის. ეს სანდა შევძრეთ და აქ არის რაღაც პარკინგები და სადღაც უნდა დავაპარკინგო რა. აი ფიქრობ რომ აიქ ტრაქს ხედავ ერთს და პარკინგებს, მაგრამ იქ როგორ უნდა შევიდე. აზიარო. იქით ვერა. კიდე იქით სადმე აი In 1/4 mile, arrive at 3437 Derrick Drive, Lake Charles, Louisiana 70607 on the left. აქ უნდა დავპარკინგდე სადმე. აი შევა. მე გავჩერდე. შევი. რას მისიგნალე, ბიჭო? ხო და ეხლა როგორ ვქნათ? ისე რომ მე ადვილად გამოვიდე. თორე აქ შეიძლება ესე გავიჭედო რომ ვეღარ გამოვიდე. ჩამიყენებენ მანქანებს და მორჩა. ესე გავიდეთ. სადმე დავტრიალდეთ. ხო არ გავჩერდე. ჩემთვის რო ლაპარაკო ხელს ხომ არ გიშლით. ხმამაღლა გამოვთქო ფიქრებს. აზრებს. ხო, აი აქ უნდა გავჩერდე სადმე რა. ხო, აი გავჩერდე. აი მივაყენებ სადმე. და აქედან გავალ მე. ასე რომ გავჩერდე ვერ გავხდი. ჯობია გავჩერდე. ჯობია.
ეს კარგი ადგილია, მაგრამ რომ გავჩერდე. სამდენ აფერში გავაჩერე. აი ესეთი რაღაცეები გვიწევს და არ არის ეს პრობლემა რაღაცა მე ახლა ვსაუბრობ ეს რაღაც პრობლემაა, მაგრამ უნდა მოიფიქრო რაღაცა რა. აათვალიერო რუკა, ნახო საათ როგორ სად გახვიდე როგორ გახვიდე. აი გავჩერდები რომ გასასვლელთან ახლოს ვარ. აი აქ. ამ შემთხვევაში გასასვლელთან ახლოს ვარ და შესაბამისად ვერავინ ვერ ჩამკეტავს ესე გავა. იყოს ესე რა. ავჭირს. გადავიდეთ ახლა და ვნახოთ ერთი. ცოტა ჯერ ადრე მოვედი, მაგრამ იქნებ გამატანა. აი ეს არის რა, სადაც drug test-ი უნდა ჩავაბარო. ზუსტად სადაც გავაჩერე მანქანა 5 წუთის სავალზე. შევალე ხარ და თუ ადრე გამატარეს ხო კარგი. ველოდები რა ვქნა დამიძახე. მორჩი გამოვედის. დიდი დრო არ დამჭირებია, სადღაც 9 საათში უკვე მორჩი და წავალ ახლა და ტვირთსა ვიღებ. მოვასწრებ იმედია ჩვეულებრივად, იმიტომ რომ 90 მაილი მაქვს იმ ტვირთის ადგილამდე რა, სადაც უნდა მივიდე და ავიღო. ესეც მოვედი აქ ტვირთის სასაღებად. ეს არის ტვირთი, რომელიც მიდის ნორთ დაკოტაში. ესე იგი, მეგობრებო, ეხლა ამ ტვირთის ფასაც გეტყვით. ეს ტვირთი მაინდამაინც კარგ ფასში ვერ ავიღეთ, მაგრამ არ აუშავს, იმიტომ რომ სუბუქია წონა. სადღაც 12000 პაუნდია, რაც უკვე არაფერი არ არის, ეს ნიშნავს საწვავის კარგ ეკონომიას. მაილი არის სუნთლიანად 1500 და 1500 მაილში გადახდა $3200. ესე იგი რა გამოდის, ეხლა უყურეთ. ამ კვირაში ორ შაბათს რომ დავიწყე მე, ჩამოვედი ლუიზიანაში, $3000 ჩამოვიტანე ტვირთი, აქედან ნორთ დაკოტაში მივდივარ, $3200. პარასკევს დილით ვიქნები იქ, ეს უკვე პარასკევის გროსი უკვე იქნება $6200 და შემდეგ უკვე long miles მომცემს პარასკევიდან ორშაბათამდე. ნუ რაც იქნება იმასაც გეტყვით, დაემატება ამ $6200 და გამოვა უკვე კვირის გროსი. მერე იმასაც მოგახსენებთ ხარჯები რა იქნება, საწვავის ჩათვლით, კომპანიის ჩათვლით და გეტყვით უკვე ამ კვირაში რამდენი გამოვიდა გროსი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ ჩვეულებრივი სამუშაო კვირაა, მუშაობთ. რა ვიცი, ხან კარგია, ხან ცუდია, მაგრამ რაც არის მე შემიძლია თავისუფლად გითხრათ ფასები იმ გროსების, იმ ტვირთების, რომელსაც მე ვაკეთებ ყოველკვირეულად.
ასე რომ უყურეთ ჩემ ვიდეოებს და ვნახოთ რა იქნება მომავალში. გათამაშების ვიდეოსაც თუ დააკომენტარებთ და დაალაიქებთ, მიიღებთ მონაწილეობას 26 სექტემბერს უკვე მთავრდება და რომელიმე მონაწილე მოიგებს iPad Pro 2 ყურსასმენელს. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ.